გაინტერესებთ, როგორ განავითაროთ საკუთარი პოტენციალი, როგორ მართოთ დრო ეფექტურად, როგორ მიაღწიოთ ცხოვრებისეულ ბალანსს. პიროვნული განვითარების პროფესიონალები გაგიზიარებენ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს ცხოვრებაში. ყოველ ორშაბათს 5 საათზე. რადიო საქართველოს ხმა და გვანცა ბარაბაძე წარმოგიდგენთ გადაცემას პიროვნული ზრდა. მოგესალმებით, ეთერშია რადიო საქართველოს ხმა და გადაცემა პიროვნული ზრდა. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გვანცა ბარაბაძე გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა პოზიტიური ფსიქოთერაპია საქართველოში და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ლალი ბადრიძე, სერტიფიცირებული კოუჩი, ფსიქოთერაპევტი, ჯადოქარი და საოცარი ადამიანი. პოზიტიური ფსიქოთერაპიაზე ჩვენ პირველი გადაცემა არ გვაქვს, სხვა დროსაც ვისაუბრეთ. ჩემთვის პირადად ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ცოტა ხნის წინ, როდესაც შევიტყე ინფორმაცია ამ მიმართულების შესახებ. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ვარ პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი და ამ კუთხით დაინტერესება საქართველოში ზოგადად ძალიან იზრდება და ჯერ პირველ რიგში მოდით რომ ვთქვათ, რა არის პოზიტიური ფსიქოთერაპია, რას ნიშნავს და საქართველოში რა ეტაპზე არის, იმიტომ რომ საკმაოდ ცოტა ხანი არა შემოვიდა, მიუხედავად ამისა, როგორც თქვი, დაინტერესება უკვე ძალიან მაღალი არის. პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპია, მინდა შეგისწორო გვანცა, იმიტომ რომ ტრანსკულტურული ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური ფსიქოთერაპიის გვერდით რომ ვახსენოთ. ეს არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულება, მოგეხსენება არსებობს ფსიქოთერაპიის უამრავი მიმართულება და ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახლავს ზუსტად ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია. ერთი წელია რაც საქართველოში შემოვიდა პოზიტიური ფსიქოთერაპია და ძალიან მოიკიდა ფეხი, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპია ძალიან ახლობელია საქართველოსთვის, ძალიან ახლობელია ქართველი ხალხისთვის და ძალიან ორგანულად მიიღო ქართველმა ხალხმა ეს მიმართულება. ამიტომ მოთხოვნილება დღითი დღე იზრდება. ჩვენ არ ველოდით, რომ ამხელა დაინტერესება იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს გაჩნდა მსოფლიო პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო რუკაზე. ლალი, როგორც თქვით, ქართულ კულტურასთან არის ძალიან ახლოს პოზიტიური ფსიქოთერაპია. რა საერთო აქვს, რატო გახდა ესეთი საინტერესო? ჩვენთვის აი ამაზე რო ვისაუბროთ, თუ შეიძლება და შემდეგ სხვა პოზიტიური, სხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებებისგან რითი განსხვავდება? კი ბატონო, პოზიტიური ფსიქოთერაპია, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპია, მოგეხსენებათ, ეს იგი ტრანსკულტურულს მოიცავს თავის თავში, ეს ნიშნავს კულტურების შერწყმა ერთმანეთში, რა დოზით შედის ეს კულტურები ერთმანეთში და პოზიტიური ფსიქოთერაპიის ავტორს უნდოდა თვითონ იყო ირანელი, გერმანელი მეცნიერი, ნუსრატ პეზეშკიანი, რომლის ოცნებაც იყო, რომ აღმოსავლური ეს სულიერება და დასავლური რაციონალიზმი გაეერთიანებინა და მართლაც მოახერხა მან ეს თავის მეთოდში და საქართველოს კიდე მოგეხსენება ზუსტად მაგითი ვარ განსხვავებულებით ჩვენ, რომ ზუსტად ევროპისა და აზიის გასაყარზე ვიმყოფებით და უამრავი და უხვად გვაქვს ეს სულიერება და არა უშავს დოზით გვაქვს რაციონალიზმი. და ისიც, რომ სხვა კულტურები საქართველოში ოდითგანვე ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს და ჩვენთან არასოდეს არ მომხდარა სხვა ეროვნების ამ სხვა კულტურის ადამიანის ჩაგვრა, ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთვის სხვა კულტურების მიმღებლობა ძალიან დიდი იყო და პოზიტიური ფსიქოთერაპია ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ სხვა კულტურის ადამიანების წარსული, აღზრდა, კულტურაში გულისხმობ მცირე მოცულობის კულტურასაც, ოჯახს, თქვათ უბანსაც კი მნიშვნელობა აქვს, შენ ვაკეში გაიზარდე თუ გუდანში, ესეც რაღაცა თავისებურ მიმართულებას აძლევს ადამიანს, კუთხეს, მხარეს, კახელსა და რაჭველს შორის, მე მგონი მსგავსება უფრო მეტი აქვს, თქვათ, ვიდრე კახელსა და გურულს შორის, ხო? და ამასაც მნიშვნელობა აქვს, თქვათ, რა კუთხიდან არის ადამიანი, რა მოაქვს მას, რა ღირებულებები მოაქვს და ზუსტად ამას ითვალისწინებს ეს პოზიტიური ფსიქოთერაპია. გასაგებია და აი სხვა მიმართულებებისგან, ფსიქოთერაპიული მიმართულებებისგან რითი განსხვავდება, იმიტომ რომ მე როგორც ინფორმაცია მაქვს, ესაც ერთ-ერთი საკმაოდ ფუნდამენტური მიმართულება არის, საკმაოდ ისეთი საინტერესო თეორია არსებობს თავისი მეთოდებით და ასე შემდეგ და რითი განსხვავდება სხვებისგან?
მოგეხსენება გვანცა ძალიან სწორად შენიშნე რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა ამას ისიც ადასტურებს რომ მისი შემქმნელი ნოსტრატ პეზეშკიანი წარდგენილი იყო და იყო ნობელის პრემიის ნომინანტი და მსოფლიოში სულ 3 ადამიანი იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ეს იყო ფროიდი, როჯერსი და პეზეშკიანი ფსიქოთერაპევტთა შორის და გარდა ამისა ამ მეთოდს მიღებული აქვს გერმანიის მედიცინის უმაღლესი ჯილდო, ეს არის რიჩარდ მარტინ პრაისის პრიზი და ეს ჯილდო მიღებული აქვს როგორც ყველაზე საიმედო და ყველაზე ეფექტურ მეთოდს. თავისთავად ესე იგი ეს გულისხმობს რომ ეს ძლიერი მეთოდია. განსხვავებას რაც შეეხება, მე ვიტყოდი რომ ალბათ ის არის განმასხვავებელი რომ ამ მეთოდს გააჩნია საკუთარი სტრუქტურა. გაწერილი და ზუსტად ვიცით რის მერე რა შეიძლება გავაკეთოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მასში ეს ის რომ აუცილებლად ჩვენ ყველა ქმედების უკან ყოველთვის ვეძებთ აზრს. ვთვლით რომ არ არსებობს რაიმე ქმედება, რომელსაც ადამიანი ანხორციელებს და ამის უკან რაიმე აზრი არ იდგეს. ჩვენ პოულობთ ამ აზრს, რომ მიგახვედროთ, მე შემიძლია მაგალითით გითხრათ, მაგალითად ადამიანი რომელიც სვამს ძალიან ხშირად სხვა მიმართულებებში ვეძებთ, ვებრძვით იმას, ვებრძვით და ვცდილობთ, რომ უბრალოდ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ადამიანმა აღარ დალიოს. პოზიტიური ფსიქოთერაპია ეძებს მიზეზს, რატომ სვამს ეს ადამიანი. იმიტომ სვამს, რომ თამამი იყოს. ან შეიძლება იმიტომაც სვამს, რომ ისეთი დარდი აქვს, რომ არ დალიოს, შეიძლება გული გაუსყდეს და მოკვდეს. ან შეიძლება იმიტომ სვამს, რომ უბრალოდ ამით იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას. აი ჩვენ პოულობთ ზუსტად ამ მიზეზს და მე ვცდილობთ, რომ ის, რასაც ეს ადამიანი იღებს, თუნდაც ამ დალევით, შევცვალოთ სხვა რაღაცით, იმით, რაც იგივეს მიანიჭებს ამ ადამიანს, რაც თქვა დალევა. თუნდაც სითამამეს, თქვა თუ ანიჭებს დალევა, ჩვენ მოვძებნოთ სხვა რამ რაც ამ ადამიანს თამამს გახდის. ანუ ერთ ყავარჯანს რო ვაცლით, სამაგეროდ მას ვაძლევთ სხვას. და კიდევ არ დამემთავრებია გვანცა რითია განსხვავებული ალბათ იმით რომ მიუხედავად იმისა რომ ეს მეთოდი სტრუქტურირებული და გაწერილია თავისთავში არ გამორიცხავს სხვა მეთოდების გამოყენებას და თუ ფსიქოთერაპევტმა იცის სხვა მიმართულებები და სხვა მეთოდები ძალიანაც მივესალმებით რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს თავის მუშაობაში. ფსიქოთერაპიაზე ყოველთვის ამბობენ ხოლმე, რომ საკმაოდ ისეთი ხანგრძლივი პროცესია და ზუსტად ამის გამო ბევრი ადამიანი ცდილობს ხოლმე, რომ მანდ მაინც არ ჩაებას. აი, ეხლა თქვენ რაც აგვიხსენით, ამით საშუალება გვაქვს, რომ ვთქვათ, პოზიტიური ფსიქოთერაპია უფრო ეფექტურია და ისე დიდხანს შეიძლება არ გაგრძელდა ეს თუ როგორ არის ამ შემთხვევაში დროის კუთხით. პოზიტიური ფსიქოთერაპია საერთოდ ითვლება მოკლებადიან ფსიქოთერაპიად და საშუალოდ შეხვედრები 5-დან 15-მდე, მაგრამ მე მგონია, რომ 15 შეხვედრა მაინც იმისათვის, რომ პრობლემაში ღრმად ჩავიდეთ და ძირფესვიანად შევცვალოთ, მე ვთვლი, რომ 15 შეხვედრა მაინც აუცილებელია, მაგრამ ფსიქოთერაპიისთვის ეს ითვლება მოკლებადიანად, ეს არის საშუალოდ 3 თვე. გასაგებია და აქვე კოუჩინგთანაც რო გავავლოთ პარალელი, როგორც ფსიქოთერაპიას, ასევე კოუჩინგი პიროვნული განვითარებისთვის გამოიყენება საკმაოდ აქტიურად, ხო? თუმცა ამ ორივე მიმართულებას შორის რაღაცა განსხვავებები არსებობს. აი ახლა მსმენელისთვის რო გასაგები გახდეს, როდესაც მაქვს რაიმე პრობლემა, აი როგორ მივხვდე, რა ჯობია ვიმუშაო კოუჩინგის კუთხით თუ უფრო ფსიქოთერაპევტს მიმართო? ჩემთვის ახლა ორივე ძალიან საყვარელია, მოგეხსენებათ მე კოუჩიც ვარ და ამიტომ თქვენგან მგონია რომ კვალიფიციური კითხვის მიღება შეიძლება ამ კითხვაზე. იცი რა, ორივე თავის ადგილას ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. როდესაც ადამიანს აქვს პრობლემა, რომლის გადაჭრის გზებსაც ეძებს, სასურველია მივმართოთ კოუჩს. იმიტომ რომ კოუჩინგი უფრო ოპერატიულად, უფრო მალე მოუძებნის და დაეხმარება მას ამ გზების მოძებნაში, რომ გადაჭრას პრობლემა. ფსიქოთერაპია უკვე მუშაობს არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ ამ პრობლემის პოვნაზე და უფრო ღრმად ჩასვლაზე და მის მოგვარებაზე სიღრმეებში. ამიტომ გააჩნია ადამიანს რაღაც უხებს, ესე რომ როცა ადამიანი მიდის კოუჩთან და კოუჩი ხვდება, რომ ეს არ არის მისი საკითხი, ის აუცილებლად მას ამისამართებს ფსიქოთერაპევტთან. ასევე, როდესაც,
პოზიტიური ფსიქოთერაპევტა, როდესაც მიდიხარ, მოგეხსენება coaching-ს, ძალიან ბევრი რამეა პოზიტიური ფსიქოთერაპიიდან აღებული და ჩვენ არ ვამისამართებთ coach-თან, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ და ძალიან კომფორტულია, როცა coach-იც ხარ და პოზიტიური ფსიქოთერაპევტიც, ხან coach-ის როლში ხარ, ხან ფსიქოთერაპევტის და მშვენიერია. სხვათა შორის მე როდესაც აქტიური coaching პრაქტიკა დავიწყე, აქედან გამომდინარეც დავინტერესდი პოზიტიური ფსიქოთერაპიით, რაღაცა ფუნდამენტის გაგებაც მინდოდა და ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და აი ზუსტად ეს მინდა რომ გკითხოთ, ახლა ბევრი ადამიანისთვის, ვინც არ არის ფსიქოლოგი, შეიძლება საინტერესო იყოს ახალი ცოდნის ან ახალი პროფესიის შეძენა თუნდაც, ხო? აი ამ შემთხვევაში როგორ ხდება? პოზიტიური ფსიქოთერაპია არის ისეთი მიმართულება, რომლის შესწავლა მე კი ვიცი ამაზე პასუხი, იმიტომ რომ უკვე ეს პროცესი გავიარე, მაგრამ თავის დროზე ძალიან დამაინტერესა ამან მოკლედ და ბევრ კითხვებს ვსვავდი და ჩვენი მსმენელისთვისაც ალბათ ვინც ფიქრობს ამ კუთხით, ან განათლების მიღებას, ან უბრალოდ ახალი პროფესიის შეძენა ინტერესებს, ძალიან საინტერესო იქნება. აი როგორ შეიძლება მივიღო განათლება, აუცილებელია თუ არა ვიყო ფსიქოლოგი და ასე შემდეგ. პოზიტიური ფსიქოთერაპია ეს არის დიპლომის შემდგომი განათლება, რომელიც ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოში. მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლებს, ჩვენ უშუალოდ არ გავცემთ სერტიფიკატს და არ ვატარებთ კურსებს. სერტიფიკატს გასცემს მსოფლიო ასოციაცია და კურსებსაც ატარებენ ჩამოსული სპეციალისტები. იმისათვის რომ გავხდეთ პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი ჯერ და მერე უკვე პოზიტიური ფსიქოთერაპევტი, საჭიროა გქონდეს განათლება ან ფსიქოლოგიური, ან სამედიცინო, სოციოლოგიური, ან პედაგოგიური. თუ ჩვენ ეს არც ერთი არ გვაქვს, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციასთან და პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციასთან შეთანხმებული გვაქვს ჩვენ ერთწლიანი პრაქტიკული ფსიქოთერაპიის პრაქტიკული ფსიქოლოგიის კურსი, რომლის გავლის შემდეგ ნებისმიერ უმაღლეს დამთავრებულ ადამიანს შეუძლია შეიძინოს ახალი პროფესია, ეს იქნება საბაზისო კონსულტანტი, თუ ეს იქნება ფსიქოთერაპევტი. ძალიან კარგი, მოკლედ ფარხმალი არ დავყაროთ. ფსიქოლოგიური განათლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა. ეს პროგრამა გვაძლევს ამის საშუალებას. მთავარი დამავიწყდა კონცეფციაში შეგაწყვეტინე, თუ მე გადავწყვიტე რომ გავხდე პოზიტიური ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოკონსულტანტი, პირველი დაუცილებელი რას არის, ეს უნდა მიყვარდეს ადამიანები. თუ მე სიყვარული არ მაქვს, ისეთი უანგარო, ისეთი რომლისგანაც უკან დაბრუნებას არ ველოდებით, მაშინ აზრი არ აქვს ამ სფეროში მოსვლას. დიდი ემპათიის უნარი და სიყვარული. თუ მე ეს მაქვს, მოგწანდით. ძალიან კარგი, ძალიან საინტერესოა. აი გარდა ამისა, საინტერესო თემას შეეხეთ, ანუ ფუნდამენტის სახით, ხო? კიდე რა აქვს პოზიტიურ ფსიქოთერაპიას ისეთი, აი ესეთი ფუნდამენტური მოთხოვნილება თუ მოთხოვნა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეძლო ერთი წარმატებით მოღვაწეობა ამ სფეროში და რა პრინციპებს ეყრდნობა ზოგადად პოზიტიური ფსიქოთერაპია? პოზიტიური თერაპია გითხარით, რომ პირველ რიგში ეყრდნობა ამ სიყვარულს, ჩვენ სხვა პოზიტიური ფსიქოთერაპიას სიყვარულის ხელოვნებასაც ვეძახით და ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა გვიყვარდეს კლიენტი. სიყვარული ზოგადად ხო არ ჯდება ჩარჩოებში, ყველა ადამიანს თავისი სიყვარულის შეხედულება აქვს და ვერ ჩავცვამთ თქვა რაღაცა მოცემულობაში და მე ვთვლი, რომ სიყვარული მოქმედებაშია, მოქმედებაში გამოიხატება და აი პოზიტიური თერაპია ზუსტად არის სიყვარული მოქმედებაში. ერთ-ერთი კიდე ძალიან ისეთი თვისება, რაც გამოარჩევს პოზიტიურ ფსიქოთერაპიას, ეს არის რესურსებზე მუშაობა და იმ რესურსების აღმოჩენა, რომელიც გააჩნია ადამიანს და რომლის შესახებაც შეიძლება თვითონ არაფერი არ იცის. ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანი, რომელიც მოდის ფსიქოთერაპევტთან რაღაცა საკითხით, გადაუჭრელი პრობლემით, მას აუცილებლად გააჩნია ამ პრობლემის მოგვარების გზები და ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანში და ყველაზე უნიკალური, რაც აქვს პოზიტიური ფსიქოთერაპიას, ეს არის მოგახსენე ტრანსკულტურალური ასპექტი და მეორე ეს არის ისტორიები. რომელიც მე ძალიან მიყვარს, მე ცნობილი მეზღვაური ვარ, ვანცა იცი შენ და რა ვიცი, ამისათვის მოუყვე კიდე რაღაცა. მოგვიყევით. როდესაც მე უყვები ხოლმე ჩემს შეხვედრებზე რაიმე ამბავს, თქმულებას ან ზღაპარს, აი ყოველთვის არის აბსოლუტურად სხვადასხვა 15 ადამიანის სიტყვაზე და უყვები რაღაცას და მე ვამბობ, რა გაიგეთ თქვენ აქედან. აღმოჩნდება ხოლმე, რომ 15 ადამიანს აქვს საკუთარი შეხედულება ამ ისტორიაზე. ესე იგი, ერთი ისტორია და 15 სხვადასხვა გაგება.
ამ დროს რა მოდის წინ მოგეხსენებ ეგ შენს კარგად იცი ის რაც შეფთვის აქტუალურია იმ მომენტში კი რა გამოთქმა არსებობდა რომ ყველა ადამიანიო იღებსო თავისი чем დროს იყო რუსულად ესე მოდი კარდი понимает померес свои некультурности ყველა ადამიანს ესმის თავისი უკულტურობის მიხედვით სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ყველა ადამიანი ზუსტად იქიდან გამოდის და ისე ესმის ის საკითხი როგორც მას იმ მომენტში აღიქვამს და ისე რაც არის აქტუალური და რაც აქტუალურია მისთვის აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიებს და თქმულებებს ჩვენ ვიყენებთ ჩვენს პრაქტიკაში პირდაპირ თუ არა იღებათ მაინც ისეთი შეხება და არაჩვეულებრივ შედეგებზე გავდივართ რა არის ამაში რატომ ხდება ეს ასე რაღაცა ისტორიას როდესაც უყვებით ადამიანს და ვეუბნებით რომ აი შენ რა დაინახე ამ ისტორიაში ის ამ ისტორიის ფარგლებში ჩარჩოებშია მოქცული და დაცულია თავს გრძნობ დაცულად ის თავის თავზე არ ლაპარაკობს ის ლაპარაკობს ამ ისტორიაზე ყვება ამ ამბავს და თავს გრძნობს კარგად და მერე უკვე აქედან გადასვლა საკუთარ ისტორიაზე საკუთარ ამბავზე ბევრად იოლია ვიდრე თავიდან ხო უცხო ადამიანთან რომ მიდიხარ ხანდახან ცოტა რთულია ხოლმე რომ შენ პირადზე გაიხსნა და ბოლომდე ილაპარაკე ანუ გარკვეულწილად ამ ისტორიაში დისოც გვერდიდან უყურებ ჩემ თავს და ამოდის ის პრობლემა რაც უფრო მეტად აქტუალურია გვერდიდან უყურებ ამას ვერ ვაცნობიერებ მაგრამ რეალურად ზუსტად იმას ვხედავ რაც იმ მომენტში ჩემთვის აქტუალურია ამას უკვე მე ვაცნობიერებ აი რა მიმართულებით შეიძლება რომ გამოვიყენოთ პოზიტიური ფსიქოთერაპია როგორც ახსენეთ საკმაოდ ისეთი არის ხო ფუნდამენტური მიმართულება არის ფსიქოთერაპიაში აი იგივე პიროვნული განვითარებისთვის როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ან სხვადასხვა პროფესიული მე როგორც ვიცი თვითონ ვიწრო მიმართულებებიც აქვს ძალიან ბევრი პოზიტიურ ფსიქოთერაპიას საოჯახო ბავშვთა და ასე შემდეგ აი ამ კუთხითაც რო გითხრათ თუ შეიძლება პოზიტიური ფსიქოთერაპია ჩვენს კურსებზე მოგეხსენება გვანცა ჩვენ უკვე მე-5 ჯგუფს ვიღებთ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აბსოლუტურად მარტო პირადი სარგებლისთვის და ამბობენ რომ ერთი მოდულის გავლის შემთხვევაშიც კი ჩემი ცხოვრება უკვე შეიცვალა შენ შეგიძლია შეხვიდე ჩვენ გვერდზე და ნახო უამრავი ადამიანი რომლებმაც პრაქტიკულად ცხოვრება თავიდან დაიწყეს არ ვიტყოდი უფრო ხარისხიანად გააგრძელეს ისწავლეს ცხოვრებით ტკბობა ისწავლეს იმის დაფასება რაც აქვს დაინახეს ბევრი რამე რაც აქამდე ჰქონდათ მაგრამ უბრალოდ არ იცოდნენ რომ ჰქონდათ ბევრი თვისება ისეთი რომელიც აღნიშნა რომ თურმე ძალიან მაგარია და ქონდა ძალიან ბევრი უნარი რომელიც ასევე არ იყო გაცნობიერებული მოკლედ დაიწყეს უფასოვანი ცხოვრება გარდა იმისა რომ პრაქტიკულად მე მაგალითად ვთვლი რომ მე ვარ ბედნიერი ადამიანი იმიტომ რომ გამიმართლა ვაკეთებ საყვარელ საქმეს ვიღებ დიდ სიამოვნებას და ამაში ფულსაც მივიღებ ესე რომ თუ ინტერესია და თუ თან მოგწონს ეს მიმართულება ეს სფერო და სიამოვნებას იღებ იმით, როდესაც ხედავ როგორ ცვლი ადამიანებს, შესაბამისად ეს ადამიანები როგორ ცვლიან გარემოს და როგორ ცვლით სამყაროს, მაშინ ეს იგი შენი პროფესია და შენი არჩევანი ყოფილა პოზიტიური ფსიქოთერაპია. პროფესიული კუთხით როგორ შეიძლება რომ გამოვიყენოთ? აი თუ ვარ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი, მე როგორც გითხარით, ჩემ მაგალითზე, მე მაგალითად დავინტერესდი, იმიტომ რომ coaching-ისთვის მინდოდა დამხმარე ინსტრუმენტად რეალურად. და ბოლოს აღმოჩნდა, ბოლოს ორი პროფესიის ფლობელი. ხო, ბოლოს შეიძლება ესეც თქვა, თუმცა ჯერ ძალიან ბევრი მაქვს მგონია ამ მიმართულებით სასწავლი. აი სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო პოზიტიური ფსიქოთერაპია. როგორც თქვი, აი coaching-ის მიმართულებით მე მგონია, შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ძალიან დამხმარე შეიძლება იყოს, ასევე ტრენერებისთვის. აი კიდე რა მიმართულებამ შეიძლება რომ გამოიყენოს? ექიმებისთვის, რა თქმა უნდა. მასწავლებლებისთვის და რა ვიცი, საერთოდ ყველასთვის რა, იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც პიროვნული ზრდა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი და თქვენ ახსენეთ მე-5 მოდულის, უბრალოდ მე-5 ჯგუფის მიღებასთან დაკავშირებით, რამდენად ხშირად ხდება ამ პროგრამაზე მიღება და რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, ვისაც აინტერესებს, თქვათ, ამ პროგრამაზე მოხვედრა ვისაც უნდა. ამ პროგრამაზე მიღება ხდება წელიწადში რამდენჯერმე და აუცილებელია საბაზისო კურსის გავლა. შემდგომ ვისაც უნდა შეუძლია გაიაროს სპეციალიზაცია ბავშვთა მიმართულებით, რომელიც ასევე საბაზისო კურსი გვანცა ესე იგი ფსიქოკონსულტანტის მოგეხსენება რომ არის 1 წლიანი, სპეციალიზაცია ბავშვთა მიმართულებით არის 1 წლიანი, ფსიქოკონსულტ უკვე როცა სურვილი გაქვს რომ გახდე ფსიქოთერაპევტი, ამას აუცილებლად ემატება
2 წელიწად ნახევარი. საოჯახო სპეციალიზაციაც 1 წლიანია, მაგრამ თუ არა გაქვს გავლილი საბაზისო კურსი, სპეციალიზაცია ბავშვთა მიმართულებით ან ოჯახის მიმართულებით შეუძლებელია. ანუ საბაზისო კურსს ვერ ავწდებით. ვერც ერთ შემთხვევაში რა მიმართულებითაც არ უნდა წავიდეთ. და სანამ მოვრჩებით, აუცილებლად უნდა შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ჩემი აზრით და დამეთანხმებით, რომ თქვენი აზრითაც. ანუ საქართველოს წელს პირველად იყო წარმოდგენილი პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო კონგრესზე, ხომ ასეა? და მოვინიშნეთ, ასე ვთქვათ, რუკაზეც ამ კუთხით. აი ამ ღონისძიების შესახებ რომ მოგვიყვეთ და რა მნიშვნელობა ქონდა ამას საქართველოსთვის. მოგეხსენებათ, ქემერში ჩატარდა წელს პოზიტიური ფსიქოთერაპიის სოფლიო კონგრესი, ეს იყო მე-7 კონგრესი. კონგრესს ესწრებოდა 500-მდე ადამიანი სოფლიოს 25 კუთხიდან. საქართველოს პირველად წეგანაც ვთქვით, რომ პირველად იყო ამ კონგრესის მონაწილე და მინდა გითხრათ, რომ დიდი ფურორით ჩაიარა ჩვენმა წარდგენამ. ჯერ იყო ის, რომ საქართველოს ჯგუფმა გაიმარჯვა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო ჯგუფმა სამუშაო შეხვედრების დროს და მე როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვედი და არ ვიცი ახლა რა დაინახეს ესეთი, მაგრამ ქართველებზე შეყვარებული იყო ყველა. მეორე დღეს მიცნობდა მთელი პოზიტიური ფსიქოთერაპიის წარმომადგენლობა და აი ჩვენთან სურათის გადაღებაზე იყო რიგი. და ყველა ამბობდა, რომ ქართული დელეგაცია რო თბილია, განსხვავებულია, კრეატიულია, რა სხვანაირები ხართ, რა საყვარლები ხართ. იმიტომ ვეუბნები, რომ ზუსტად ჩვენში ის ორი ეს სულიერება და რაციონალიზმი ერთად არის გაერთიანებული და ჩვენ ვართ პირდაპირ იმის ცოცხალი მაგალითი, რაზეც ოცნებობდა პეზეშკიანი. ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა ძალიან აი თბილად შეხვდნენ, ძალიან დიდი სიყვარული წამოვიღეთ, ძალიან დიდი ნაცნობობა წამოვიღეთ, ძალიან დიდი კავშირები, დიდი გეგმები. და იმედი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობას წარმატებით გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არაერთი დისერტაციაც დაიდება მაგ კუთხით და ძალიან ბევრი სამეცნიერო ნაშრომი, რომ უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს პოზიტიურ ფსიქოთერაპიას. კიდევ იქ გამოცხადებული იყო და ანონსი შედგა, რომ ახლა გამოდის წიგნი პოზიტიური ფსიქოლოგია, პოზიტიური ფსიქოთერაპია და პოზიტიური ფსიქიატრია ერთად. და ეს იქნება ძალიან საინტერესო ნაშრომი და ყველას ვთხოვეს, რომ იქნებ მაქსიმალურად ეცადოთ სამეცნიერო კუთხით. ჩვენ ყველაფერში ხელშეგიწყოთ, გვერდში დაგიდგებით, ასე რომ ველოდები ახალ დისერტაციებს ამ მიმართულებით, რადგან ამოუწურავია პოზიტიური ფსიქოთერაპიის შესაძლებლობები და განსაკუთრებით ქართველებთან იმდენად ახლოს არის, რომ მე ვთვლი, რომ ამ მიმართულებით ჩვენი სიტყვის თქმა შეგვიძლია. დგება ჩვენი ჩადოთ, რატომაც არა. იმიტომ რომ როგორც ხვდებით თქვენი ნათქვამიდან, სხვას რომ არ შეექმნა ეს თერაპია, ეს მეთოდი თერაპიის ჩვენთან შეიქმნებოდა. იქიდან გამომდინარე ძალიან ახლოს არის ჩვენ კულტურასთან. მომავალ გეგმებზეც რო გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ანუ ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ბევრი გეგმა არსებობს, ხო, პოზიტიურ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით. ახალი შემოსული არის, თუმცა ისე მოიკიდა ფეხი და რას აპირებთ სამომავლოდ? უახლოესი გეგმები რა გაქვთ? უახლოესი გეგმები გვაქვს ჩვენ, რომ გვინდა ჩავატაროთ ზამთრის სკოლა პოზიტიური ფსიქოთერაპიის და ვფიქრობთ გუდაურში ან ბაკურიანში და საზაფხულო სკოლაზეც იმ ქალა მოთხოვნილება იყო და საქართველოს ისეთ შეყვარებულია ეს ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომ რატომაც არა ჩავატაროთ. ჩვენს მოქალაქეებსაც მიცეთ საშუალება, რომ უფრო ახლოს გაიცნონ ეს მიმართულება და ერთობლივი გვინდა ჩავატაროთ ეს ღონისძიება და მე იმედი მაქვს, რომ ამას ძალიან მალე დავაანონსებთ. და ბოლოს ამ კითხვით მინდა რომ დავასრულოთ. მე ჩემ ყველა სტუმარს ვთხოვ ხოლმე რომ რაიმე რჩევა მისცეს პრაქტიკული ისეთი ჩვენთვის მსმენელებს. ვიცი რომ ძალიან ბევრი იდეა შეიძლება რომ მოგივიდეთ, მაგრამ აი ერთი პრაქტიკული რჩევა პოზიტიური ფსიქოთერაპიის კუთხით, რაც შეიძლება რომ გამოვიყენოთ. ეცადეთ ყოველთვის დაინახოთ ნებისმიერ მოვლენაში ის რისთვისაც ღირს ცხოვრება. ეცადეთ ყოველთვის დაინახოთ პოზიტიურში იქ, სადაც ხშირად გონიათ, რომ პოზიტივი არ არის. აუცილებლად მოძებნეთ ნებისმიერ მოქმედებაში ის, რაზეც გონია ძალიან ხშირად, რომ აი ადამიანები ვამბობთ, ეს მე რატო დამემართა, ეს მე არ უნდა დამართნო და
ამაზე ფიქრს თავი დავანებო და დავიწყოთ ფიქრი, რატომ დამემართა ეს, რისთვის იყო საჭირო, რა მასწავლა ამანმე და მივიღოთ გაკვეთილები იმ შეცდომებიდან თუ იმ პრობლემებიდან თუ იმ ამბებიდან, რაც ზოგჯერ გონია რომ ქვეყანა თავზე დამენგრა. და გამოვიყენოთ ეს იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო ბედნიერები, უფრო უკეთესი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება და უფრო მეტად დავეხმაროთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის, რჩევისთვის. მე დავემშვიდობები ჩვენს მსმენელებს, შეგახსენებთ, რომ შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს, ისევ 5 საათზე, ახალი საინტერესო თემით პიროვნული განვითარების შესახებ. ნახვამდის. მადლობა სტუმრობისთვის.